აქ რა არის? ის რაც განსაკუთრებულ ადამიანებს სხვა დანარჩენისგან განასხვავებს, არ არის ეს წარუმატებლობის არარსებობა, არამედ ის თუ როგორ რეაგირებენ ისინი წარუმატებლობაზე, როგორ რეაგირებენ ისინი მაშინ, როცა რაღაცა მათ წააქცევს, ხო? და როუზისთვის კატასტროფისამე მიდგომა აჩვენებს იმ აზროვნებას და იმ დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ არაერთხელ ვხედავთ ანტრეპრენერებში, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ხშირად ხვდები აი ამ თვისებას. ისინი კატასტროფას აღიქვამენ არა როგორც დასასრულს, არამედ როგორც იძულებით გაჩენილ შესაძლებლობებს რეინვესტირებისთვის. და მას კიდევ ფსიქოლოგიაც კარგად ესმოდა, იცი? ინტუიციურად ესმოდა, რომ მომხმარებლები რეაგირებენ გამჭირვალეობასა და ავთენტურობაზე. ძალიან მგრძნობიარეთ. რას ნიშნავს ეს? ანუ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხედავს მომხმარებელი შენს კრიზისს და შენს დაცემას და იმასაც ხედავს, რომ შენ ძალიან გაუსაძლის ვითარებაში ხარ. ისინი ამ დროს აკვირდებიან, რამდენად ინარჩუნებ გამჭირვალეობას და ავთენტურობას და თუ შენ აქ უდრეკი ხარ, ეს მათში უდიდეს ნდობას აშენებს. ეს ძალიან ძლევამოსილი აზრია. თუ შენ კრიზისშიც, დაცემულიც, ნაცემიც ისევ ის ხარ, რაც მათთან კეთილდღეობის დროს იყავი, ის სიალალე გაქვს, ის კეთილსინდისიერება გაქვს და არ კარგავს სახეს, ეს თვისება მათში უდიდეს ნდობას აყალიბებს და ეს ძალიან ძლევამოსილი აზრია, ხო? უსვინეთ ჯაბას პოდკასტს.